ყოველ დღე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უფრო სასტიკები ხდებოდნენ. ეს შეიძლებოდა მათ მიერ გამოცემული საშინელი ხმებით და კარზე ისეთი საშინელი დარტყმებით გაგიგო, რისგანაც ყოველ ჯერზე მთელი სხეული მიკანკალებდა და თითქოს ავტომატურად ვიღები რაიმე საგანს, რათა თავი დამეცვა. ამ კაცის კარი სუსტი იყო, ის ჩვეულებრივი ხისგან იყო დამზადებული. ჭუჭყიანების დარტყმისგან შეგრძნება იყო, თითქოს კარი ახლა გატყდებოდა ან თავისივე ჩარჩოთის შიგნით შემოიტანდნენ. სიმართლე გითხრათ, ნელა-ნელა მივეჩვი ამ ყველაფერს. ტყუილად ხომ არ არის ნათქვამი, ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო. და აი მეც, ნელა-ნელა ვეჩვევი. ილიაც უკვე ნორმალურად გრძნობდა თავს. რა თქმა უნდა, შოკში ჩავარდა ჩემი მონაყოლი ისტორიით იმის შესახებ თუ რა გადავიტანეს სანამ მას ვიპოვიდი. ის ხომ სახლიდან არ გასულა მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი დაიწყო. ამბობს, რომ აივნიდან უყურებდა, რომ ხალხს რაღაც ცუდი ემართებოდა და არ გარეთ გასულა. მაღაზიაშიც კი არ ჩასულა. წყლის მარაგი ჰქონდა, რადგან ჯერ კიდევ ამ ყველაფრის დაწყებამდე მის კორპუსში წყალს ხშირად კეტავდნენ. კონსერვების და მწნილებიც მომარაგებული აქვს, ასე რომ გარეთ გასვლის მიზეზი არ ჰქონდა, მაგრამ მარაგი ყოველდღიურად მცირდებოდა. დღიური ნორმაც პატარავდებოდა და უფრო ხშირად გვებადებოდა თავში ფიქრები, რომ ადრე თუ გვიან მაინც მოგვიწევდა ამ ადგილის დატოვება. კითხვა მხოლოდ ის იყო, თუ როდის მოხდებოდა ეს ყველაფერი. სწორედ ამ საკითხს განვიხილავდით გუშინ სამზარეულოში. გადავწყვიტეთ, რომ კარგად მოვემზადოთ, სანამ შესასვლელ კარს გავაღებთ. სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ ჩემი ხელნაკეთი იარაღი გადავაგდე, არადა კარგი იქნებოდა ახლა ეს იარაღი ილიასთვის მიმეცა. საბედნიეროდ ილიას სახლში ჰქონდა დანები, ლომი და პატარა ძველი ნაჯახი. დარჩენილი საჭმელი და წყალი ზურგჩანთაში ჩავალაგეთ. მას ჰქონდა საბჭოთა დროინდელი ზურგჩანთა, რომლითაც მუდმივად სათევზაოდ დადიოდა. ახლა კი ცოტა სხვა მიზეზისთვის გამოვადგა. დღეს ბოლო ღამეა, რომელსაც აქ ვატარებთ. რა იქნება ხვალ, მხოლოდ ღმერთმა იცის, მაგრამ ერთი რამ ჩვენთვის ცნობილია. ხვალ ჭუჭყიანები ვერაფერს დაგვიშავებენ. ახლა უკვე ორნი ვართ და თითოეულს შეუძლია თავი დაცულად იგრძნოს. რატომღაც ილიას ვენდე, მაგრამ არ ვიცი რატომ. დანები გავლესეთ, თოფი გაუწმინდე და ვაზნები მოვამზადე. სამზარეულოში ვზივართ და ვსაუბრობთ. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ქალაქიდან უნდა გავიდეთ. ფეხით წასვლა არ არის კარგი ვარიანტი. ამიტომაც გადავწყვიტეთ ავიყვანოთ მანქანა. ქალაქში უამრავი მანქანაა. თავარია მისი გასაღები ვიპოვოთ, თუმცა ერთი პრობლემაა, მე მანქანის დარებას საერთოდ არ ვიცი. ილია კი პირიქით, მართვის მოწმობა აქვს, მართვაც საკმაოდ კარგად იცის, მაგრამ მისი მანქანა ავტოფარეხშია, რომელიც ჩვენგან საკმაოდ ჩორს არის. ამიტომაც მის ავტოფარეხში წასვლა არ არის ვარიანტი. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ხვალ დილით გავდივართ გზაზე, ვიღებთ პირველივე შემხვდარ მანქანას და აქედან მივდივართ. ნახოთ რა იქნება ქალაქგარეთ. იმედი მქონდა, რომ ქალაქისგან მოშორებით ნორმალური ცხოვრება იქნებოდა ნორმალური ადამიანებით და რაც მთავარია, სუფთა წყლით. დიახ, ეს ოპტიმისტური ფიქრები მეხმარებოდა, რომ ჭკუიდან არ გადავსულიყავი. დიდი იმედი მქონდა, რომ ბეტონების ჯუნგლების მიღმა შედარებით უკეთესი სიტუაცია იქნებოდა, ვიდრე აქ. მთელი დღე ხვალინდელი გასვლისთვის მზადებაში გავატარეთ. ღმერთო ჩემო, როგორ მენატრება ძველი დრო. ნელა-ნელა დაბნელებამ დაიწყო. ილიამ სანთელი აანთო და სადღაც თავის საკუჭნაოში ძველი ნავთის ლამპა იპოვა. თუმცა მხოლოდ დაბნელების დადგომიდან რამდენიმე საათის შემდეგ თავში უცნაურმა აზრმა გამიელვა, რომელსაც ილიაც დაეთანხმა. ქუჩაში სიბნელეა, სადარბაზოში არაფერი ისმის, არც კარის ჟახუნი, არც ნაბიჯები და არც უცნაური ხმები, რომლებსაც ესეშმაკები გამოსცემდნენ. ამის იმდენად არ შემეშინდა, რამდენადაც უჩვეულო იყო. მაგრამ რაღაც მეუბნებოდა, რომ ცუდი უნდა მომხდარიყო. მისმინე ილია, რაღაც უნდა მოხდეს. რა მოხდება? დაწყნარდნენ როგორც ჩანს. განა ეს არ უნდა გვიხაროდეს? არა დამიჯერე. მისმინე, ახლავე უნდა გავიდეთ. რატომ გინდა რომ ასე ვიჩქაროთ? რატომ უნდა წავიდეთ? დავიძინოთ, ძალები მოვიკრიბოთ და შემდეგ გავიდეთ. გრძნობ, რომ თუ ახლა არ წავალთ, სანამ სიჩუმეა, აქედან ვეღარასდროს გავახცევთ. პირველად, ჩემი გადასვლის შემდეგ ილიასთან უთანხმოება მქონდა, მაგრამ მოახერხე მისი დარწმუნება. მისმინე ილო, შეხომ არასდროს გასულხარ არა? მას შემდეგ რაც ხალხმა უცნაურად მოქცევა დაიწყო. ხო, არ გავსულვარ. ხო და მე გავდიოდი და ვხედავდი, როგორ გარდაიქმნენ ისინი თანდათანობით, პატარ-პატარა ნაბიჯებით ამ მონსტრებად. მე მათ სტადიას უწოდებ. ამ გარდაქმნებს შორის მცირე დროებითი სიმშვიდეა. მე შინია, რომ ეს ისტორია გამეორდება. და თუ ახლა ვერ დავტოვებთ ქალაქს, ხვალ ან ზეგ გაცილებით რთული იქნება. ილია დაფიქრდა. კარგი რა შვებით. ჩაიცვით ბილად. საბედნიეროდ ყველაფერი უკვე ჩალაგებული ჰქონდა.
ილიამ სწრაფად დაიწყო ჩაცმა, ხრებზე ზურგჩანთა მოიკიდა და ხელში ნაჯახი აიღო. მზად ვარ, გაიღიმა მან. მე ორლულიან თოფში ვაზნები ჩავდე. წავედით. იმედია კიდევ დავბრუნდები აქ, ჩაილებარაგა კაცმა. გავედით სადარბაზოში, სადაც სამარისებული სიჩუმე იყო, ხოლო ჩვენი შრიალი ისმოდა მცირე ექოთი. არანერი ხმა არ ისმოდა. ნელა-ნელა ქვემოთ დავიწყეთ ჩასულა. ერთი სართულით ქვემოთ, უკვე არც თუ ისე სასიამოვნო სიურპრიზი გველოდა. ჩავედით კიბეებზე. ზოგი ბინის კარი ღია იყო, ხოლო ზოგიც დაკეტილი. მათში შესulis განსაკუთრებული სურვილი არ გვქონდა, მაგრამ ერთი კარი ღია იყო. მე ვერ შევამჩნიე რა იყო იქ, მაგრამ ილიამ დაინახა. თითით ბინისკენ მიმანიშნა. რა არის იქ? უკან დავბრუნდი და კარი ოდნავ შევაღე. კალიდორის ბოლოში რაღაც იდგა, რაც შორიდან ადამიანს გავდა, მაგრამ ისეთი არ იყო, რომლებიც იმ დღეს უკან მომსდევდნენ. ხელები ნეკნებში ჰქონდა შეზრდილი და როგორც ადრე ვთქვი, აპკით იყო დაფარული. თავზე ოდნავ გაჭრილი იყო და იქიდან იატაკზე რაღაც სითხე იღვრებოდა. ოთახში ნათურაენთო, ამიტომაც კარგად ჩანდა, მაგრამ ის საერთოდ არ რეაგირებდა ჩვენზე. ქანდაკებასავით იდგა, არც კი განძრეულა. ის, რაც მისგან მოედინებოდა, თითქოს მუქი შინდისფერი იყო. წავიდეთ სწრაფად, ვუთხარი ილიას, მაგრამ უკვე გვიანი იყო. სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, როდესაც ჭუჭყიანს თვალები ნაპერწკლებივით აენთო. ილიამ სწრაფად ჩააქრო ანთებული ლამპა და საბედნიეროდ ამ ჭუჭყიანმა თვალები ისევ დახუჭა. ზედმეტი ხმაურის გამოცემის გარეშე, ფეხის წვერებზე ნელა-ნელა ჩავედით პირველ სართულზე და რამდენიმე წამში უკვე აღარ გვეწევდა სიჩუმის დაცვა, რადგან ბინებიდან მძიმე, სწრაფი ნაბიჯების ხმა გაისმა ჩვენი მიმართულებით. გული ლამისა მომივარდა მკერდიდან. სუნთქვა გამიხშირდათ, მა ყალყზე დამიდგა. უკვე სხვა სართულებიდანაც გაისმა ხმები. როგორ ჩანს, ისინი იქ რაღაცით იყვნენ დაკავებული და ჩვენ როგორღაც მათი ყურადღება მივიქციეთ. კიბეებზე ქვემოთ გავრბივართ, სადაც სადარბაზოდან გავვართ. ილია ჩემს უკან არის, ხოლო მის უკან აშკარად ისმოდა, რომ რამდენიმე ჭუჭყიანი მორბოდა. სწრაფად გავრბივართ, ჩავედით პირველ სართულზე, კარი გავაყეთ და სადარბაზოდან გამოვედით. კარზე საშინლე დარტყმებს ველოდით, ამიტომაც ძლიერად მივაწექით კარს, მაგრამ საერთოდ არაფერი მომხდარა. როცა თავი ეზოსკენ მოვატრიალეთ, მივხვდით, რომ სრული კოშმარი დადგა, რადგან ქუჩაში კოკის პირულად წვიმდა. როგორ ვერ გავიგეთ წვიმის ხმა, როცა სახლში ვიყავით. არ ვიცი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ისი ჩავი იყო. ილია კიდე ამბობდა, აი შეხედე, წვიმს. ესე ჩენი წყალი და ლამის დალია კიდევაცა მიდიოდმა. მოიცადე ვეუბნები მე და აგვირდი. ის ჯერ ხელებს უყურებს, შემდეგ კი აცრემლიანებული თვალებით შემომხედა. რა გამოდის? სასოწარკვეთილმა მკითხა მე. არ ვიცი. ერთადერთი რაც მაშინ ვიგრძენი, ის იყო, რომ ჩემი ხელები ნელა-ნელა დაეშვა. სასოწარკვეთილებამ და სევდა მომიცვა და ჩემი ცნობიერება დაფარა. კარგი, ახლა ამაზე ფიქრი არ არის საჭირო. იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გავიდე ქალაქიდან. სიმართლე გითხრათ, ამ უცნაურ წვიმაში მოხვედრა არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ არის. საბოლოოდ, როგორც იქნა ძალა მოვიკრიბეთ და ჩრდილიდან გამოვედით. მისმინე, იქნებ შევაგროვოთ ეს წყალი, ავადუღოთ და იქნება სიბინძურე გაქრეს, მკითხა ილიამ. არა, არ გაქრება, უკვე ვცადე ადუღებას და გაფილტრაც, არაფერი გამოდის. იქნებ წვიმის წყალი სხვანაირია, არ ამგონია, მაგრამ თუ გინდა მოდი ვცადოთ. ცარიელი ბოთლი მაქვს ზურგჩანთაში, აიღე და აავსე. ილიამ ბოთლი აიღო და მისი გავსება დაიწყო. ქუჩაში არანაირი ხმა არ ისმოდა. კიდევ ერთი რამე მინდა რომ აღვნიშნო, ამ წყალს საშინელი სუნი ჰქონდა. უფრო ძლიერიც კი, ვიდრე ონკანიდან მომავალ წყალს. ისეთი სუნი ჰქონდა, როგორც ჭაობის ტორფს ან რაღაცას. არ ვიცი როგორ შეიძლება ეს სუნი აღვწერო. მივდივართ და ვხედავ, რომ ყველგან ეს საშინელი ეშმაკები დგანან. უძრავად, თავები უკანოდ გადაწეული და თითქოს ამ წვიმას იჭერენ და ტკბებიან. ეს მართლაც საშინელი სანახაობა იყო. წარმოიდგინეთ, დგას უცნაური არსება, მისგან რაღაც უცნაური სუბსტანცია მოედინება. თავები უკანოდ გადაწეული და წვიმას იჭერენ. ეს იყო ამაზრზენა და საშინელი სანახაობა. ამ მყრალი სუნისგან ლამის გული ამერია. თუმცა ჩვენ და საბედნიეროდ წვიმის ხმა ჩვენი ნაბიჯების ხმას ფარავდა. არსებებს ჩაუვარეთ, ისინი ჩვენზე რეაგირებას არ ახდენდნენ. ილია კი გაუცებული თვალები და ღია პირით მიდიოდა, რადგან ის ამ ყველაფერს პირველად ხედავდა და წარმოვიდგენია მისი შოკი. დიდხანს სიარული არ მოგვიწია. პირველივე მანქანა ამავე ეზოში იდგა. ცერემონიის გარეშე თოფის კონდახი ჩავლეწე მინა და კარი გავაღე. საბედნიეროდ მანქანას სიგნალიზაცია არ ჰქონდა და ყველას არ გააგებინა, რომ აქ ვიყავით.
ილია მაშინვე საჭესთან დაჯდა, თუმცა ჩვენ და სამწუხაროდ გასაღები მანქანაში არ იყო. ჯანდაბა, გასაღების გარეშე მანქანა როგორ უნდა დავქოგოთ, თქვი მე. ამ დროს ილიას გაეღიმა და მითხრა, როგორც ფილმებშია და ხელები მოიფშვნიდა. ვეცდები მორთულებით დავქოგო, თუმცა ეს ყველაფერი ისე სწრაფად არ ხდება, როგორც ფილმებშია. მომეცი დანა. დარწმუნებული ხარ, რომ იცი რას აკეთებ, კითხე მე. ვიცი ნუ ნერვიულობ. ერთ დროს სტომატოლოგადაც მუშაობდი, იქ უფრო რთულ რაღაცებს გვასწავლიდნენ. მოკლედ 20 წუთი მაინც წვალობდა. ალბათ ამ ხნის განმავლობაში საერთოდ არაფერი მომხდარა. ყველაფერი მშვიდად იყო, მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა. უცბად ძრავი ამუშავდა. როგორც იქნა დაიყვირა ილიამ და ისედაც ჩავი ოფლიანი შუბლი მოიწმინდა. ჩართო ფარები და ორივე შოქში ჩავარდით. სისხლი ძარღვებში გავეყინა. თავი მაშინვე ამტკივდა და სხეული ცხოველურმა შიშმა მოიცვა. ეს იმიტომ რომ ფარების შუქზე დავინახეთ ყველაფერი რაც სიბნელეში ხდებოდა. ხდებოდა ის, რასაც საერთოდ არ ველოდით. ამ არსებებიდან რაღაც გადმოდიოდა, თუმცა ყველა არსებიდან არა, ზოგი ისევ გაშეშებული იდგა. ეს საზარელი არსებები იმ ჭრილობიდან გადმოდიოდნენ, ადრე რომ ვახსენე, საიდანაც სითხეს დიოდათ. რა გადმოვიდა ვერ დავინახე, რადგან ილიამ მკვეთრად დაძრა მანქანა და გასმიადგა. ახლა მისი თვალები აღარ იყო სევდით და სასუძარკვეთილებით სავსე, არამედ ბრაზით. მიდიოდა და ყველაფერს ანგარებდა, რაც გზაში ხვდებოდა. დამიჯერეთ, ძალიან ბევრი რამ ხვდებოდა. ამ არსებებიდან უამრავი იყო, ზოგიერთ ზედ გადაუარა, ხოლო ზოგიც ეცა და მანქანას შეჭიდებოდა. 2 წუთის შემდეგ გზაზე გავვედით და ილიამ კიდევ უფრო მეტად მიაჭირა გაზის პედალს. უკვე დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ საბოლოოდ თავი დავახციეთ. დაახლოებით 2 კილომეტრი გავიარეთ და მოხდა ის, რასაც საერთოდ არ ველოდით. მანქანა უბრალოდ ჩაქრა. კაი, ჯანდაბას, ჩაქრა, ეს არაფერია, თუმცა საქმე იმაშია, თუ სად მოხდა ეს ყველაფერი. ეს მოხდა გზაზე, ცენტრიდან ცოტა მოშორებით, ისეთივე უბანში, საიდანაც ჩვენ გამოვედით. ყველგან ისევ ეს არსებები იყვნენ, მაგრამ ისინი თითქოს გაქვეობულები იყვნენ, საერთოდ არ ამჟღავნებდნენ სიცოცხლის ნიშნებს. არც ერთი ხმას არ გამოსცემდა. თავში არც თუ ისე კარგი ფიქრები მიტრიალებდა. მეჩვენებოდა, რომ ახლა წამოხდებოდნენ და რაღაც ცუდი მოხდებოდა. მანქანით ასე ვიდექით სიჩუმეში, არ ვიცი, ალბათ 10 წუთი მაინც. ირგვლივ საერთოდ არაფერი იცვლებოდა. შემდეგ ერთ მშვენიერ მომენტში ამ გაქვეობულმა არსებებმა მოძრაობა დაიწყეს. თითქოს შიგნით რაღაც ხდებოდა. გამახსენდა ის, რაც ცოტა ხნის წინ ფარების შუქზე ვნახე, როდესაც ერთი არსებიდან მეორე გადმოვიდა. აი აქ უკვე ველური შიში დამეუფლა და მეგონა რომ გონებას დავკარგავდი. იმდენი საშინელი აზრი მომივიდა თავში, რომ ამის აღწერაც კი გამიჭირდება. ამ არსებებში რაღაც მოძრაობდა, როგორც ორსულ ქალებში, როცა ბავშვი სიცოცხლის ნიშნებს ავლენს. მივხვდი, რომ ადამიანები რაღაც საშინელი და უცნობი არსების ინკუბატორებად იქცნენ. ამის გაცნობიერებისას პანიკამ შემიპყრო და შიშისგან სულ ავკანკალდი. ჩვენ დასაუბედუროთ, მანქანა გზის შუაში ჩაქრა. უახლოესი შენობა რამდენიმე 10 მეტრში იყო. ილიამ თქვა, მოდით გადავიდეთ და მატორში ჩავიხედოთ. იქნებ რაიმე უმნიშვნელო დეტალი იყოს დაზიანებული და მალევე შევაკეთო. გადამოვედით მანქანიდან და კაპოტი გავააღეთ. მე ილიას ვაზღვევდი, ის კი შეკეთებას ცდილობდა. ილიამ ჯიბიდან პატარა ფანარი აანთო და ძრავის დათვალიერება დაიწყო. მე თოფი მოვამზადე და ჭუჭყინების მიმართულებით მოვმართე, თუმცა ისინი ყველგან იყვნენ. უკანაც და წინაც, ამიტომაც ხშირად ვტრიალებდი. ეს შავი წვიმა კი რაღაც საშინელებაა, ხილვადობა თითქმის არ იყო. ილია ძრავში 2 წუთი იქექებოდა და ვხედავ, რომ შენობაში უკვე მოძრაობაა. უეცრად მივხვდი, რომ ეს რაღაც ახალი იყო. როცა მოგვიახლოვდა, ცუდი ხილვადობის გამო კარგად ვერ გავარჩიე, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს რაღაც ადამიანის მსგავსი იყო. რაღაც მოწითალო მკრთალი კანისფერი ჰქონდა, სხეულზე უზარმაზარი ვენებით. ეს ერთადერთია, რაც გავარჩიე. ილიას ბოლოხმაზე დავუყვირე, გაურბივართ, ჯანდაბა, ახლავე. ჩვენგან მარჯვნივ რაღაც სავაჭრო ცენტრი იყო. ილიას ქურთუქში ხელი ჩავავლე და სწრაფად გავიქეცით. რაც ზალა და ღონე გქონდა მიურბივართ. შევარდით შენობაში და მაშინვე მიმოვიხედე, რომ კარი რამით ჩამეხერგა. კედელთან უზარმაზარი კარა დავიპოვე. სწრაფად გადავწყვიტე, რომ კარი ამ კარადით ჩამეხერგა. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი ჩახერგვა არ იყო საჭირო, რადგან ჭუჭყიანებმა ვერ შეგვამჩნიეს, როგორ შემოვედით ამ სავაჭრო ცენტრში. როდესაც ფანჯრიდან ვიხედებოდით, დავინახეთ, რომ ჭუჭყიანებიდან, ეგრეთ წოდებული ინკუბატორებიდან გადმოვიდნენ ახალი არსებები. აი ეს ჩინი მეხუთე სტადია, გავიფიქრე ჩემთვის. ილია სრულ შოკში იყო, თვალები ლამის ამოუვარდა იმ საშინელებისგან, რაც ქუჩაში ხდებოდა. ფარები ისევ ენთო და მათ შუქზე ჩანდა, რომ ისინი მანქანაში ცურებოდნენ.
ათვალიერებდნენ და უკვე ხმას გამოსცემდნენ, მაგრამ უკვე აღარ ჰქონდათ ადამიანის კივილის მსგავსი ხმა. ეს ხმა იმდენად საზარელი იყო, რომ შორეულ კუთხეში დამალვა მოგინდებოდა. ილია კედელთან იყო ჩაცუცქული, მე ცოტა ხანს ვუყურე და შემდეგ შეუერთდი მას. როგორც ჩანს, წასვლა არ არის საუკეთესო იდეა, მითხრა ილიამ. თავი დაუხარე, გეთანხმები, დილამდე უნდა მოვიცადოთ. იმედია ისინი ფანჯრიდან ვერ შემოვლენ. კაი, ახლა დროა დავწყნარდეთ. აუცილებლად გავახცევთ აქედან. ახლა კი დაიძინე, მე ვიდარაჯებ. ილია მოხერხებულად მოკალათდა და თვალები დახუჭა. მე კი მაღაზიის დათვალიერება დავიწყე, სადაც იარაღის მაღაზიისგან განსხვავებით უამრავი სასარგებლო ნივთი იყო დარჩენილი. მე კი ერთხელში თოფით, მეორეში ფანრით დავიწყე თაროების დათვალიერება, იქნებ რაიმე სასარგებლო მეპოვა. მაღაზიაში ძალიან ჩუმად გადავაადგილდებოდი, ყოველ შემთხვევაში ამის გაკეთებას ვცდილობდი, რადგან ფანჯრის მიღმა ნამდვილი კოშმარი იყო. ქუჩაში მომენტალურად ლანდად უცნაური სილუეტებს ხედავდი და წვიმის ხმაურში ისმოდა ძოლებში გამყინველი ხმები, რომლებსაც ეს სილუეტები გამოსცემდნენ. ეს ნამდვილი ღამის კოშმარი იყო. მანქანა მივატოვეთ და ახლახანს ფარები, რომლებიც ცოტათი მაინც ანათებდა ტერიტორიას, ჩაქრა და სრული სიბნელე ჩამოწვა. მალე გათენდება ვაწყნარებდი ჩემ თავს. ეს ღამე ძალიან გაიწელა და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დავინახავ მზის ამოსვლას. ჯერჯერობით კი ფეხის წვერებზე დავდივარ მაღაზიაში და ჩუმად ვალაგებ ზურგჩანთაში ყველაფერს, რაც შეიძლება გამომადგეს. ავიღე ყველა ელემენტი, მაურთულები, ნათურები, ფანრები, ნაჭრებიც კი, ვინც ისაც შეიძლება დამჭირდეს. იქვე დავინახე ორი დიდი ნაჯახი, რომლებიც რა თქმა უნდა ჩემს არსენალს შევმატე. ტუალეტში შევიხედე, იქნებ წყალი მეპოვა, როგორც იარაღების მაღაზიაში, მაგრამ არა, ამჯერად არ გამიმართლა. მოკლედ მაღაზიას სამჯერ შემოვიარე. საბოლოოდ ჩამოჯექი, გავხსენდი ჩემი ზურგჩანთა, ამოვიღე 1 კილო ჩაშუშური და როგორც კი ჭამას შევუდექი, გავიგონე რომ ფანჯრის მიღმა ძალიან ახლოს ვიღაც თითქოს შუშას მხაჭნიდა. შიშისგან ლამის გავგიშდი. შევეცადე დამენახა, მაგრამ სიბნელეში ვერაფერი გავარჩიე. თუმცა არა. ჩანს რომ იქ ვიღაც დგას, მაგრამ ვინ წარმოდგენა არ მაქვს. რაც გავარჩიე, ეს იყო უზარმაზარი ხელები, რომლებიც თითქოს მუქი ნაცრისფერი იყო და ფანჯარას ეხებოდა, რითიც უსიამოვნო ხმას გამოსცემდა, რომელიც თითქოს ყურებში მიძურებოდა და პირდაპირ ტვინში აღწევდა და იქ უკვე საშინელ სურათს ხატავდა. სწრაფად დაუბრუნდი დახლის უკან, რომ არ დავენახე ამ არსებას. ილიას მხრებში ხელი ჩავავლე და გაღვიძება ვცადე. უცბად ფანჯარაში საშინელი ხმა გაისმა, რისგანაც მასზე ბზარები გაჩნდა. ილიამ თვალები ფართოდ გაახილა. რა მოხდა, შემეკითხა მე. ვიღაცა აქ შემოჭრა ცდილობს, ადექი სწრაფად. ილია იატაკიდან წამოხდა და ფანჯარას მიაჩერდა. რა არის იქ? ვერ გეტყვი, მხოლოდ ის ვიცი, რომ ხელები ტანში აღარ აქვს შეზრდილი, ამიტომაც ეს რაღაც ახალია, ალბათ ის, რაც ამ დაწყევლილი ინკუბატორიდან გადმოვიდა. ჩუმად შემეწყვეტინა ილიამ. სიჩუმეში ვდგავართ და ვხვდებით, რომ შინობის გარშემო ეს არსებები იწყებენ შეკრებას. აი, ეს უკვე ხუმრობა აღარ არის. დავიწყე ნერვიულობა. ხრიდან თოფი მოვიხსენი. აკანკალებული ხმით ვთქვი, აქ სადღაც სათადარიგო გასასვლელი უნდა იყოს. კი, სადღაც უნდა იყოს, მაგრამ მე არ ვიცი სად არის. ვერაფერი დავინახე, თქვა ილიამ. უცბად კიდევ ერთი საშინელი დარტყმის ხმა გაისმა, უკვე სხვა ფანჯარაში, მერე კიდევ ერთი, უკვე მესამეში. მაგრამ ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ჩემი ცნობის მოყვარეობა ერთის მხრივ ცუდად გამეხუმრა, მეორეს მხრივ კი ორივე გადაგვარჩინა. ილიას ფანარი ჩავრთე, დახლიდან გადმოვიხედე და გავანათე იმ მიმართულებით, საიდანაც პირველი დარტყმის ხმა გაისმა. იმ მომენტში შიშისგან გავშეშდი, თითის წვერებსაც კი ვერ ვამოძრავებდი. ამ საშინელმა არსებამ უკვე როგორღაც ფანჯარა ჩაამტვრია და მაღაზიაში შემოვიდა. ვერც კი გავიგე, როგორ გაწყდა ფანჯარა. ხელში თოფი მეჭირა, მაგრამ რატომღაც ვერ ვისროდი. თითქოს გავშეშდი, მესმოდა რომ ეს უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვახერხებდი. რა ხდება დაიყვირა ილიამ, მე კი ჩუმად ვიდექი და მაღალ მონსტრს ვყურებდი. მის უკან კიდევ ერთი ზუსტად ასეთი საზარელი არსება მოდიოდა. ფარნის შუქსა ვხედავდი, რომ იქ ბევრი იყო, თითქოს რიგში იდგნენ. ღმერთო ჩემო, გადაგვარჩინე, თქვა ილიამ. მისი თვალები სავსე იყო უკონტროლო შიშით, ისეთივე შიშით, როგორც ჩემს თვალებში და სხეულში იყო, მაგრამ მე ვცდილობდი მის დაძლევას. მესმოდა რომ თუ ახლა ამას არ გავაკეთებდი, ჩემი ისტორია აქ დასრულდებოდა. ისინი ნელა შემოდიოდნენ შიგნით და ასევე ნელა მოძრაობდნენ ჩვენი მიმართულებით. თითქოს იცოდნენ, რომ ჩვენ ვეღარსად გავაღწევდით. ფიქრის დრო კატასტროფულად ცოტა იყო. ილია ყურები დაიხშე, უყვირე მე.
პირი გავაღე, რომ ყურის ბარაბანი არ გამსკვდომოდა, თოფი მაგრად მოვიმარჯვე და ვისროლე. წამიერმა სინათლემ გაანათა ოთახი და ძალიან დიდი ხმა გაისმა. ყურები დაგვიგუბდა, როგორც მე, ისე ილიას. ეს არსება მაშინვე ძირს დაეცა და საშინელი ხმის გამოცემა დაიწყო. დანარჩენები კი მკვეთრად გაჩერდნენ. ოთახში უკვე 3 ჭუჭყიანი იყო შემოსული, ხოლო დანარჩენები ფანჯრის ჩამტვრევას ცდილობდნენ. დიდხანს აღარ მიფიქრია, ვისროლე კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ. ეს ჭუჭყიანები ერთმანეთის მიყოლები დაეცდნენ იატაკზე. სწრაფად გადავტენე თოფი, ილიაც გვერდით მედგა ნაჯახით ხელში. ალბათ იკითხავთ, რატომ არ გავურბივართ. მიზეზი ისაა, რომ კარი, რომელიც როგორც ჩანს, სათადარიგო გასასვლელისკენ მიდიოდა, მაღაზიის მეორე ბოლოში იყო. ზუსტად იმ ფანჯარასთან, რომლიდანაც ეს არსებები შემოდიოდნენ. ეს გასროლის ნათებაში შევამჩნიე. ეს იყო ყველაზე საშინელი რამ, რაც მთელი ამ დროის მანძილზე მინახავს. ისინი გაცილებით დიდები იყვნენ ჩვეულებრივ ადამიანზე და ძალიან უცნაურად მოძრაობდნენ. ფანჯრის მიღმა სწრაფად გადაადგილდებოდნენ, თითქოს ხელებით. შიგნით კი ნელი და მოუხერხებლები იყვნენ. მუდმივად ეჯახებოდნენ თაროებს, რითიც თავიანთ ადგილსამყოფელს გასცემდნენ. ფანარი ყველას ვერ ანათებდა და ზოგიერთი მათგანი ისევ სივნელეში იმალებოდა. ორი გასროლის შემდეგ თითქოს გაიყინნენ. ყოველ შემთხვევაში ისინი, ვისაც ფანარს ვანათებდი. ილია, რა ვქნათო, კითხე მე. არ ვიცი, როგორ მე უნდა გავახციოთ აქედან. როგორ დაუშვით ასეთი შეცდომა, თქვა ილიამ. ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის, ვუპასუხე მე. ახლა ძალიან სწრაფად უნდა გავიქცეთ იქით და ვილოცოთ, რომ კარი ღია იყოს. კარგი, მიპასუხა ილიამ. მაშინ სამდათვლაზე 1, 2, 3. მეგობრებო, ასეთი ტიპის ვიდეოების შექმნა საკმაოდ დიდ დროსა და რესურსებს მოითხოვს. შემდეგი 3 ეპიზოდის გაკეთება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თქვენს მხარდაჭერაზე. თუ გსურთ, რომ ეს სერია გაგრძელდეს და ახალი ეპიზოდები მალე იხილოთ, შეგიძლიათ აღწერაში მითითებულ ბმულზე გადასვლით და მცირე დონაციით მხარი დაუჭიროთ არხს. თქვენი მხარდაჭერა პირდაპირ მეხმარება ახალი კონტენტის შექმნაში. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის.